ისევ შეფასებების თემა საბოტაჟის საქმე და რვა ოპოზიციონერის დაკავება გამოხმაურებები არ წყდება იმ ფარულ ჩანაწერზეც, რომელიც ტელეკომპანია იმედმა 2 დღის წინ გაავრცელა. აღნიშნულ ჩანაწერში სავარაუდოდ დროას ლიდერი ელენე ხოშტარია და გირჩიმეტი თავისუფლების დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე უცხოელებისგან მიღებულ დავალებებზე, მათ შორის სამხედრო შინაარსის ინფორმაციის გადაცემაზე საუბრობენ. აღნიშნულ ჩანაწერში ჯაფარიძე ირანული დრონების შესახებაც საუბრობს. შეიძლება ადამიანი დაიჭირო იმ ინფორმაციის გავრცელებისთვის, რაც საჯაროდ ცნობილია. შეიძლება მცდარი ინფორმაცია იყოს, მაგალითად, რასაც ტელევიზორში ყვებოდნენ ჟურნალისტები ამბობდნენ და მიუხედავად იმისა, სიმართლე აღმოჩნდა ტყუილი, რომ ეს ერთ პოლიტიკოსი, მეორე პოლიტიკოსი, სხვა ქვეყნის პოლიტიკოსი ეთქვა, ეს უბრალოდ არაფერს შეაწერია, რომ ეს დანაშაულს საერთოდ გამოცხადდეს. არათუ ციხეთი არ უნდა ისჭებოდეს, აი დანაშაულიც კი არის. შეიძლება იყოს ცუდის აქციელი, რომ შეიძლება პოლიტიკური პასუხისმგებლობა აგოს ვიღაცამ, შეიძლება რაღაცა გავაკრიტიკოთ, გავლანძღოთ, კიდეც მიზანი არის ის, რომ ეს ხალხის სამშობლოს მოღალატებად გამოაცხადო, ასე სტიგმატიზაცია გააკეთო და მე პოლიტიკურ ოპონენტებად კი არ გამოაცხადო, რომ მოღალატებად. სრულად გაუგებარია აქ რა არის დანაშაული. ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესს ღალატობენ, აწამებდნენ ეგრეთ წოდებულ მარშრუტკებში ადამიანებს. საქართველოს ევროპული მომავალი მოკლეს და ასევე უღალატეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ღალატობენ და პირდაპირ მიწაწყლის გაყიდვაზე გადავიდნენ. ეხლა ვიცით რა ხდება არაბებთან დაკავშირებით. ამ ადამიანებთან დაკავშირებით თუ ჩვენს პარტნიორებს ახლა ან მომავალში ვინმე ინფორმაციას მიაწვის, რომ ესენი ესე იქცევიან, აქ დანაშაული რა არის? საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ის პერიოდი, როდესაც ადამიანებს განურჩევლად მათი პოლიტიკური საქმიანობისა თუ სხვა პროფესიისა შეუძლიათ სახელმწიფო ინსტიტუტებს შეუტიონ, შტურმი განახორციელონ სახელმწიფო ინსტიტუტებზე, დამხობის მცდელობა განახორციელონ, მტრულ ნაბიჯები გადადგან ქვეყნის წინააღმდეგ და ეს დარჩეს დაუსჯელი. ერთხელ და სამუდამოდ ეს პროცესი უნდა დასრულდეს და პროკურატურა რასაც აკეთებს არის იმ პროცესების სამართლებრივი შეფასება, რაც მთელმა საზოგადოებამ იხილა პირდაპირ ეთერში გასული 1 წლის განმავლობაში. რეალურად საქმე გვაქვს არა გულწრფელ ემოციებთან, არა სპონტანურობასთან, არამედ კარგად ორგანიზებულ, დაგეგმილ, წახალისებულ, დაფინანსებულ სპეცოპერაციასთან.